შევთანხმებლობა ორი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებებს შორის ტექნიკურ პროცედურებთან დაკავშირებული ხარვეზები თუ დაწუნებული კანდიდატი. რატომ ვერ იღებს ქართული მხარე აზერბაიჯანის თანხმობას ელჩის ახალ კანდიდატურაზე? ირაკლი ქავთარაძე, რომელსაც ნდობა პარლამენტმა ჯერ კიდევ 8 აპრილს გამოუცხადა ოფიციალური ბაქოს ნებართვა სელის, რომ მეზობელ ქვეყანაში უფლებამოსილების განხორციელება შეუდგეს. რა დროს სჭირდება აგრემანის მიღების პროცედურას და რატომ გრძელდება ლოდინის რეჟიმი 4 თვეს? დიპლომატიური სკანდალი თუ უბრალოდ გაუგებრობა? ამის გარკვევას დღის განმავლობაში ანა ბროლაძე ცდილობდა. ირაკლი ქავთარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპუტატი, რომელიც პარლამენტმა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანომ ირაკლი ქავთარაძეს ნდობა ჯერ კიდევ 8 აპრილს გამოუცხადა, შერჩეულ კანდიდატურაზე ბაქოსგან ოფიციალური პასუხი ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მოსულია. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აგრემანის, ანუ რომელიმე ქვეყანაში ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიღება დროში შეზღუდული პროცედურა არაა. ირაკლი ქავთარაძის მეზობელ ქვეყანაში გამგზავრება კი ტექნიკური პროცედურების გამოჭიანურდება. ყოველ მიმღებ ქვეყანას აქვს შესაბამისი დიპლომატიური პროცედურები, სახელმწიფოები პროცედურები, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ელჩის დაშვებასთან დაკავშირებით და არავითარი რაიმე სანერვულო და ესეთი ექსტრაორდინალური ამ შემთხვევაში არ ხდება. საგარეო უწყებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ და აგრემანის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემას მხოლოდ პროცედურულ ხარვეზად მიიჩნევენ. შეიძლება ეს იყოს რაღაც შეუთანხმებლობა ორი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებებს შორის. 2004-2008 წლებში საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში ზალ გოგსაძე ამბობს, რომ 2 თვეზე მეტხანს თანხმობის მოლოდინი ისეთი ახლო მეზობლისგან, როგორიც აზერბაიჯანია, კითხვებს აჩენს. იმ დროს, როდესაც 2 თვის და მით უფრო 4 თვის მანძილზე არ ხდება წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცება, მასზე აგრემანის გაცემა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება ის, რომ ქვეყანა დაიწევს გამოიწევს ამ ელჩის კანდიდატურას, ანუ გამოიტანს მის კანდიდატურას და მის ადგილას წარადგენს ახალ კანდიდატურას. დიპლომატიის აკადემიის ლექტორი სოსო ცინცაძე ელჩთან დაკავშირებულ გაურკვევლობაზე საუბრისას პოლიტიკურ ფაქტორებს გამორიცხავს. ამბობს, რომ კანდიდატურის დაწუნების შემთხვევაში განმარტებები აქამდეც გაკეთდებოდა. ილჰამ ალიევის ამას წინანდელი ვიზიტი დიპლომატისთვის იმის დასტურია, რომ საქართველოს აზერბაიჯანის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. ელჩის არყოლის პირობებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო ოპოზიციაც. საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს კონფედერაციაზე, კონფედერაციულ ურთიერთობებზე აზერბაიჯანთან და მეორეს მხრივ შენ რეალურად ელჩი არ ატყავს ამ ქვეყანაში, საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, იმიტომ რომ ელჩის სწორედ ფუნქცია არის პირველი პირების შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზებაზე მუშაობა. როდესაც ვამბობ ტექნიკური, მე განმიჯნავ პოლიტიკურისაგან, აი ის რომ არ მოწონდეთ ამის კანდიდატურა. რა მე მაგალითად არ ვიცი ახლა მე კულუარებში არა ვარ ჩახედული სამზარეულოში, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამის არანაირი საბაბი არ არის, მით უმეტეს აი ბათუმში ახლა ესეთი მეგობრული შეხვედრის შემდეგ სააკაშვილისა და ალიევის. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც ირაკლი ქავთარაძის თანაგუნდელებთან ერთად ნდობა გამოუცხადა, განმარტებისგან დღეს თავს იკავებს. დავით დარჩიაშვილი უკმაყოფილოდ დარჩა იმით, რომ შეკითხვა ელჩის შესახებ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პირველად მესმის რას მეკითხებით. ჩვენ შევთანხმდით ინტერვიუზე, მე მგონი რა. მესმის უბრალოდ თქვენ უმრავლესობის ის წევრი, რომელმაც მას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ირაკლი ქავთარაძე ქალაქიდანაა გასული. მის მობილურ სხვები პასუხობენ. ყოფილმა ელჩმა ივანე ნონიაშვილმა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, დიპლომატიურ სამსახურზე უარი თქვა. სწორედ მისი მოადგილე ასრულებს ამჟამად ელჩის მოვალეობას აზერბაიჯანში. რამდენხანს მოუწევს აგრემანის ლოდინი ქართულ მხარეს ახალ კანდიდატურაზე უცნობია. ქართველი პოლიტიკოსები კი ბაქოს თანხმობასთან ერთად აზერბაიჯანის განმარტებასაც ელოდებიან. რატომ გაგრძელდა პროცედურები ამდენხანს? მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად დანიშნას ამერიკის სომეხთა ნაციონალური კომიტეტი აპროტესტებს. პოსტზე ობამას მიერ წარდგენილმა სადაო კანდიდატმა თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურა კაპიტოლიუმის ბორცვზე 22 ივლისს გაიარა. თუმცა დღემდე ცდილობს თავის მართლებას და იმ ბრალდებების გაბათილებას, რომლის თანახმადაც ის ბაქოს სასარგებლოდ მიკერძოებულია. მეთიუ ბრაიზას ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თანამდებობა დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. იყო შეერთებული შტატების გამორჩეული დიპლომატი სამხრეთ კავკასიაში. ბაქოში ვაშინგტონის ახალი ელჩის თანამდებობაზე ის მაისში წარადგინეს. ბრაიზა ბრალდებებს დიპლომატიური საქმიანობისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს და ყველაფერს უარყოფს.
მოსკოვში ქართულ ხელოვანებს აჯილდოვებენ მრავალეროვანი კულტურის ხელოვნების განათლების და ორი ქვეყნის მეგობრობის გამყარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენის სამ ქართველს დიმიტრი მედვედევმა პირადად გადასცა. თამარ გვერდწითელთან და ზურაბ წერეთელთან ერთად ჯილდო რუსეთის პირველი პირისაგან მოსკოვში მოღვაწე ქართველმა პედაგოგმაც მიიღო. თანამემამულეთა მოსკოვური წარმატებების ქართული შეფასებები თამუნა გრძელიძის სიუჟეტში. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქართველ ხელოვანებს ღირსების ორდენით აჯილდოვებს. თამარ გვერდწითელმა და ზურაბ წერეთელმა საპატიო ჯილდო მრავალეროვანი კულტურის, ხელოვნების, განათლებისა და მეგობრობის გამყარებაში შეტანილი წვლილისათვის მიიღეს. ქართველებთან ერთად მედვედევმა ჯილდო რუს და სხვა ეროვნების დამსახურებულ მოღვაწეებსაც გადასცა. ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი რუსულ ტელეარხთან საუბრისას მხოლოდ სამომავლო გეგმების გამხელით შემოიფარგლა. 4 სექტემბერს საფრანგეთში 4 მუშკეტერს ხსნით. ეს რუსული ერის ფრანგებისათვის გაკეთებული საჩუქარი იქნება. რის გაკეთებას ვაპირებ მოსკოვში ჯერ საიდუმლოა. ქართული დიასპორის წარმომადგენლების კრემლის დარბაზში გამოჩენას თბილისში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საზაკორინთელი ამბობს, რომ მას ზურაბ წერეთლისაგან და თამარ გვერდწითელისაგან ჯილდოს მიღების ფაქტი არ აკვირვებს. თავად მუსიკოს მიაჩნია, რომ მათ ადგილას ასე არ მოიქცეოდა. როდესაც აგრესორია ქვეყანა, როდესაც ის შენს ოჯახს ებრძვის, შენს საქმეს ებრძვის, შენს მომავალს ებრძვის და შენ არ გაღიარებს როგორც მეზობელს, როგორც პარტნიორს, როგორც თავისუფალ ერს, ამ შემთხვევაში მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ რა. სურა ხაჩიძე ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც რუსეთში ქართველი ხელოვანების მოღვაწეობასაც და ჯილდოს მიღებასაც სხვაგვარად აფასებს. ქართველის ნებისმიერი წარმატება საზღვარგარეთ ეს არის ერთი დიდი გადადგმული ნაბიჯი კიდე ჩვენი ქვეყნისთვის. გაცნობის თვალსაზრისითაც, წარმატების თვალსაზრისითაც და ასე შემდეგ. 26 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ჯილდო კიდევ ერთ ქართველს გადასცა. ანა კერესელიძე პერეკრესტი მოსკოვის საერთო საგანმანათლებლო სკოლის 13-31-ის ხელმძღვანელია. ეს ის სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ქართულ ენასა და კულტურას ასწავლიან. მინდა მადლობა გითხრათ მთელს მთავრობას იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც ქართულ ბავშვებს აძლევთ. მოსკოვის ცენტრში რუსულ ენასთან ერთად შეისწავლონ ქართული ენაც და არ დაკარგონ საკუთარი ფესვები, ტრადიციები თუ კულტურა. ქართველი ხელოვანების დაჯილდოების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ცერემონიაზევე ახსნა. დიმიტრი მედვედევის თქმით, ეს საღამო იმის ნიშანია, რომ ორ ერს შორის ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გააფუჭებს.